გაუმარჯოს, როგორ ახართ შემოთბილებო და თკბილებო გავიგუდე ისე დამწყე. გამარჯობათ ხალხო. ეთით უთით. უმიწავია. თუ არ მივიგრინე სახე. მიდი იმას ხენი შქარა და ისინი შევდო თუ არა. ის არის გაგა. გადნედა. როგორ ახართ შემოთბილებო? დატკბილებო, ვაიმე რა მაგრა დამცხარო ვერ წარმოიდგენთ ხალხო. გავიგუდე. ვაი. ნელა. აქედან დაიწყე რა. შულობა აქედან დაიწყე. გადნება და გადნება. ნაყინები ორი ის არა ქვია. შეგუთი. გაზიანი წყალი. არაჟანი 2 კილა. 1 კილა ისა რა ქვია ტომატის პასტა. 1 ზეთი. და პელმენები 3 ისა რა ქვია პელმენები 3 შეკრა. შედერო. აი მას ისამს. გაჟულება რო გავუყურება. აი მეორეც გაზიანი წყალი. გადნება გაშულა. ჰა? გადნება. Coca-Cola. Cola is Coca. Macaroni. Ideo macaroni. Farfalle, paneta, peneda. Eset peneda. Spaghetti. Momenti spaghetti. Penia. Penia. შოკოლადის ბალი შევივკიდეთ კიდე. Ურს არ გაჩვენე. ესეთი პური 5 ცალია, ხო? ჩაოლებული. ეს სკოლა შენ დამივიდე. სკოლა ადამიანები ეგრე იგონა ხევარი, რა დავიდე და. ხოხრობა არის. და ის არა ქვია. 2 ძეხ. 2 ცალი. არ არის არც ვიცი რა ქვია. არც კარტოფილია, ხალხო. არც ხახვია. არც პომიდორია და არც არაფერი. მოსტნეული და მწვანილი არ არისო. და ერთი თქვენ მითხარით 130 ლარი და რაღაცა დენი თეთრი გადავიხადე. ტუალეტის ქაღალდები, 2. ხო, ტუალეტის ქაღალდებიც 2 არის. იქ დამავიწყდი ჩვენება. ხო და 130 ლარი მითხარით რაში გადავიხადე ხალხო. ასო 130 ლარის რა არის ახლა ეს? ნერვე მოშლილი მოდიარ ხოლმე მაღაზიიდან ხალხო მე. არ ვიცი, ვერ ხვდები. აი მაგალითად ახლა ევროპაში ვინც ხართ? 130 ევროთ რამდენი მოგივიდოდათ? ამაზე მეტი ხო მოგივიდოდათ? დავიწერეთ აბა კომენტარებში, გელოდებით. დაწერეთ კომენტარებში, ვინც ევროპაში ხართ.
ყველს არ ყიდულობთ მანდა და იმას რა ქვია. ყველს არ ყიდულობთ არაფერი ხო და ყველს იმას რო ჩამოიტანენ ხოლმე თიდან იმათთან ყიდულობთ ხოლმე და ყველიც რო ვიყიდოთ ალბათ თოლა ისიც მთლად ის იქნება რა ქვია იმნაი ძვირი რო იმაში ლიბრეში კიდე აი ამ ხელ ლიბრეში კი არა თუ სად იყო ხო აი ამ ხელა სულგუნი 30 ლარი ეწერა ლიბრეში თუ ორნაბიჯი ვნახე ხომ რა ამბავი ფასებია რა ხდება რა ჯანდაბა არის სად არის მოდის ვიცი ბოსტნეული არ არის და ბოსტნეული არ არის სად გაქრა ის ბოსტნეულიც რა ვიცი მე ბოსტნეულიც ძვირია ისეთი რომ რა ვიცი ის რომ მოვდიოდით რომ გამოვიარეთ იქ რო ქალები ისხდნენ იმ ქალმა წხოთქვა ვარდისფერი პომიდორი ვიყიდეო ხალხო ბაზარს ქონდა თუ ბაზარში ვიყიდეო თუ რაღაცაო და მოვიტანე და გავჭერიო თეთრი იყო შიგნითო და ლარს 4 ლარს თუ რაღაცამდეც ფეხი არ უცვალაო ხალხო ვერაფრის დავაკლებინეო გავჭერითო და თეთრი იყო შიგნით აი კარგი მაგარი პომიდორები როა ის მაგარი იყო მაგრამ შიგნით იყო თეთრი და ბაზარს მქონდა იმ დღეს კიდე ის არა ქვია საზამთრო 10 ლარიო ხალხო 10 ლარად მოგცემ თუ დავანებე თავი სულ არ შევჭამ საზამთროს არ ვიყიდით გავანებე თავი არ მეინდა რა ხდება რა ამბავია 10 ლარი რა არის გაჭრი და არ ვარ რა ამბავია 10 ლარი კილო 10 ლარი და ის რამდენს დაიჭერს ღმერთმა იცი არა თლიანს მოგცემ 10 ლარი აი მე დედაღმე თუ ჩემო რა ამბავია ხო გადავიდე გავგიჟდი ცოტა ხანში შეიძლება გავიქცე აქედან სად მივიო რომ ვიგინდე და ვიცოდე მაინც ცოტა ხანში შეიძლება მართლა გავიქცე აქედან და სად მივიო და ვიცოდე მაინც სად არის მომენტი მოვა რა ამბავი რა გინდა არაფერი ჭამოთა ახლა ჭამოთ აქა ვიდეოში თუ ვიდეოში ავჭამ რა ვიცი არა უბრალოდ აი ხარხნო რა არის აიცი ძალიან რთული მდგომარეობა არის რა არის რა ორე აი შემიჟირდა ხელი მართლა დღე გაუსათლესი ხდება ქვეყანაში ცხოვრება რა ცხოვრება თუ ქვია ამას არსებობა ეს არსებობა იმაზე აღარ უნდა იფიქრო რომ ისა რა ქვია დვარეცები დავიდგა და ისინი დავიდგა უნდა იფიქრო იმაზე რომ რაღაც რამენაირად თავი გაიტანო არა და მაღაზიებს რაც ვაკვირდები ძალიან უაზროდ გაბერილი ფასები აქვს და ეგრეც არ შეიძლება და დავიწყით მარტო ეს ფასები კი არა დასასვენებლათაც რო წასვლა გინდა ხო ფული ცალკე უნდა წაიღო უნდა გქონდეს ხელზე რომ შიმშილით არ მოგდე იქ სანამ იქ რამდენი ხანიც იქნები თან იმაშიც სახლშიც წინასწარ ფული უნდა გადაიხადო წინასწარ დაჭარშო გადაიხადო იმხელა ფული ახლა მაგალითად ბათუმში რო წაყვე ხო ბულვარში სადმე არ უნდა შეხვიდე გაიარო და რაღაცა არ უნდა იყიდო ან რაღაცა არ უნდა გაერთო ხო უნდა გაერთო ერთი წელი ის აჭარული მაინც ხო უნდა ხო
ერთი ტიკტოკერი იძახო და წავედიო და აჭარული ხაჭაპური ვერ ვიყიდეო, ხალხო ისეთი ძვირი იყო. მე თვითონ გამოვაცხი სახლში. სახლში აქაც იქ რა მინდა წასვლა, სახლში აქაც ხო გამოვაცხობ. ბავშვი ვერსად ვერ წავიყვანე ისეთი სიძვირე იყო. აი ნაყინი რო ნაყინია, ხო? მათლას არ უცვლის ფერს. რა ხდება ხალხო, რა უბედურება არის? ტურისტებზე გათვლილია და ტურისტზე გათვლილია, იმას შეიძლება სხვა ფასი ქონდეს ჯანდაბაზე. ჩვენ მაინც დაგვიკლონ ადგილობრივებს, ხო? ქართველებს. მას ჩვენ არ გვიკლებენ. ტურისტებზე გათვლილია. მარტო ტურისტი უნდა ჩავიდეს იქ. მე ჩემ ქვეყანაში უფლება არ მაქვს, რომ სადმე წავიდე და დავიშვენო. ერთი კვირა მაინც. ერთი კვირა მაინც, ხო? ერთი 2000 ლარი და 3000 არ გეყოფა როცა. არ გეყოფა, არა. თუ სახში ვაკეთე და დავიხრუკე იქ. თუ ვაკეთე სახში და აჭარული ხაჭაპური თუ ბათუმში სახში გამოვაცხე, ბარემ არ წავალ საერთოდ და სახში გამოვაცხობ და სახში შევჭამ. ო. ზღვასაც სახში მოვიწყობ და იმასაც კიდე რა ქვია. აუ. აუსაც. და გასართობსაც კიდე სახში მოვიწყობ. გავა რა იგერ იმაზე რა ქვია. დავიკიდე ტრუბას და ის არის რა ქვია. კარუსელი. ვიბზრიალე. კარუსელია. ჩავა ლოჯინზე. ხო, ჩავარიგილი ლოჯინზე და აუზიცის არის და დღვაც. ხო. და ვერ წამოვიპლაკები იქა თუ. ხო. ვერ გავიხდი თუ თუ წამოპლაკვა მინდა რაღა მინდა ზღვა. დავიდგა ბოჭკას ჩავალ ხოლმე და ამოვალ და გავიხდი ყველა და წამოვიპლაკები ეზოში გავიშხრართები და მიიღებს იმას რა ქვია. რუჩს. რაღა მინდა. მაგე ტელევიზორში ჩავითავრი მას რა ქვია. აუს. აუ, იმი ზღვის ხმას და დავწვევი, აუწევ ბოლო ხმასე დავწვევი, და ზღვის ხმაც კი. ისიც რა ქვია. თოლიები. თოლიებიც. მასია ხალხი. რა. რა გაფინტილია თორიჩი. ხომ ვიცი მე ჩავთო. უდებით. და ხოცებით სიცხე. აი სიცხე დღე იმატებს თუ რა უბედურება ვერ ხვდები. გამარჯობა მაინც უთხარი. გამარჯობა ხალხი. ისე მცხელა. გამოჩნდები ხოლმე და კი არა, ამიწყდება ხოლმე გამარჯვებით ხალხო. ბოსტნეული ვაფშე არც კარტოფილია ნელი. არც კარტოფილია მაგალითად. ბოსტნეული და მწვანილი არ არისო. სად გაქრა რა ვიცი. არა, არ მიხეფო ძვირია. არა, გეფიცებ გიორგის არ არის. არ მოვაკეთყობა. ეს პომიდორია, ქარცის არ აქვს. პირველ რიგში იმას ვეცი რა ქვია. ბოსტნეულში ვეძებდი და არა. დედათ დგას ხოლმე, მეორე მაცივარი დგას. მან დადაგეს ხოლმე. ისინი არა. ნუ. არა არის. პომიდორი ძვირია. კარტოფილი არ მომაქვს. არაფერი არ. არა, ვიღაცა ხალი არ ამბობდა, გამოვიარეთ. ვარდისფერი პომიდორი კიდე 4 ლარს არ უცვლი და ფერსო და გავჭერით და თეთრი იყო შიგნიდანო. ვერ დავაკლებინე ვერაფრით. ვიმე. ეცივია. მაგრამ ცხელა ძალიან. მინა ვიცი რა. ყველაფერი საშინელება. ბათუმსაც უწოდა იმასაც რა. რა დედა? რა ცხელა. გაუსაძლეს სიცხეა რა.
ნიავია ცოტა, მაგრამ ამოვარდეს მაინც. თუნდაც ნორმალური ნიავი ამოვარდეს რო კაკაკრინოს. იმ დღეს რომ ნიავი იყო რა კაი იყო, ვენტილატორი ცოტა ჭირები. დავიდე მივწვევი. მოდი ახლა გავთიშოთ და მე გავაგზავნე. გავაგზავნოთ მე ხო? საამოსკენ. მიდი გავთიშე. მიდი და მე მაგებს ჩავთავ. გავრეთ ხო მაგებს თუ არა? კიდე მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. წეგან მოგესალმეთ, რაღაცები მოვიტანეთ, ცოტა რაღაცები. მოგესალმებით კიდევ. გადავაბავთ ამ იმას. ხო. ცოტა ჩავწერა ამას. მოკლედ. ცოტა მოკლედ. გადავაბავთ. ან 10 წუთი ან 12 წუთი რო იყოს. ხო. 15 წუთი ის არის. საკმარისია. სხვა რაშვებით რაფერა ხართ? ჩვენთან ცხელა ძალიან უზომოთ. დამცხა დავიწვის სიცხით რა გუშულება არ ვიცი. წანაცლივს მოაღწია იმინდა რა ქვია. მაღაზიიდან ხარ ხო? თემი კი არ შევიკარი. თემი კი არ შევიკარიდე. მიზე რა? Dann გაჩეჩილი მოვდივარ. ისე ცხელა ხარ ხო? ისე ცხელა რომ არ ვიცი რა. რა უნდა ხნის კაცმა არ ვიცი. მე კოკა-კოლას დავლევ ერთს. ერთი მას უწოდა. განვეიტრალდეს. კიდე არის ნაყინი ერთი მისაყუთი. თავიღალი სხვალიში ყავთ. რაც თითქოს არ შემდგება კბილი. Vai mir raukna. Zevit. Ha? Zevit აკვილიქტივა. უკანა ხო? რატო უკანა სიბძნის? სიბძნის კული მაგირეიც. გიბჟვა ხო? ხო. სიბძნის კული მეცამტკივა ხო? ბოლოში სუბოლოში. სუბოლოკბილი ხო? გრეიცი მასას სიკვდილი. ნახევარი გარდა ჩემი. ეგრეა ჩევით. ჭიანი ამოდის კერო. ამოვიდა. დაიშალა ნახევარი. ნახევარი მოწურე და ნახევარი დავჭა. ესე მიჩლილი იყო ბარემ. ეგრეიცის. ჭიანი ამოდის. რატო ამოდის ეგრე ხუდა? მე რა ვიცი ჩანდა. რა თუნდა ბოლოკბილი აუცილებელი ის. სიბძნის კული მოვიდეს, მაინც გლახა ამოდის. მაინც არ ვარ გადა. ხო. დილასაც თუ არ მივხედე. დილას როგორი კარგი ის იყო რა ქვია სიგრილი. არა კბილებს უნდა მიხედა აბა. კბილესაც თუ არ მივხედე ხალხო. ეს ის არის რა ქვია, მეშინია არაფერს იზამს. ხო. ხო, ისიც გეშინოდა ოპერაცია, მაგრამ ხო გაიგე. გაგირა ვარ. აო! სადა? რომელში? ნახე მიდი აბა. არი გამოვჭერა სანამ რაღაცა იმასი. რომელში რა გავდა? აი მე რა მაგრაც ხელა რა. რო შემოხარ თითქოს აქ სიგრილი. ხო, თავიდან რო შემოხარ. ხო, მე ჩამოცხება, მაგრამ იქ რო ცხელა 100 არა ცხელა აქ.
მე რა ვარ ის არის ხრუბელი ხრუბელი? ხო რაღაცნაირი ის არის ამი თლამოწმენდილიც არ არის აი კაშკაშებული წარვარი არც მთვარი არ აჩანს შეიძლება გაწვიმდეს სამსახურს რა მნიშვნელობა გაწვიმდეს გარეთ სახში მაინც ცხელა სახში უფრო შეაქ გარედან ხო აი ქაიგენ უშვები გლახათა ჩანს იმაში არა შვები დედა არაფერს ხო ვიცი არა შვები მაგრამ გლახათა ჩანს მაინც არა რა შვები რა შვები კაცო აქანა თვები გავისწორი რა საშვები რა შოკეთი ბარბაროკი თვები გავისწორი ჩიჩილი მქონა ახლა ჩამო აი ესე ხალხნო ჩამოვიდა ო რა მინდოდა თქმა ხუთი ის გავუშვი რა ქვია მოუსავლეთში ხუთი ადამიანი ოღონდ სახელი არც ეც არ ეწერა არც სახელი არც ის არა ქვია სურათი ეყენა ყველა იუზერი იყო აიდა ზუმ ერთმა რუსული პოემა დამიწერა რაც ხა ამ შალა ნერვებზე რომელი ვიდეო დაანები თავი გინდა რეგვენთან გისაუბრია და გინდა იმაზე რა ქვია კედელზე გიბრახუნია ისე არის ამათი საქმე გინდა რეგვენთან გისაუბრია ხალხო და თავპირი გიმტვრევია გინდა კიდე იმაზე რა ქვია კედელზე გიბრახუნებია გინდა ის ვქნიათ ხალხო აღარ ვაქცევ ჩვენ ეგრე ყურადღებას რამდენი მოვა იმდენი წავა არც იმისთვის არ უნდა მეპასუხა სიმართლე ვკითხე იმ უღმართი რომ დავუწერა ვიღაცა სერტარებს არ უნდა უპასუხო გასკდებიან გვამზე და გულზე ისე გასკდნენ რომ საერთოდ ვიღაც მოვიდნენ გონებაზე არა უბრალოდ იცი რა არის რატომ რისი გულისთვის კაცო ყველას თავისი აზრი აქვს ხა თქვენი აზრი გაქვს ჩვენი აზრი გვაქვს და ასე ის უეჭველი რუსი იქნებოდა ისეთი რუსულად რო დაწერა უეჭველი რუსი იქნებოდა იმიტომ რომ ხელწერას გავს ისეთი საზღვრობა სიტყვები მასაკნა რა ქვია დაწერა რუსის გარდა მაგას არავინ იყოდა იყოს ვინ დაწერა თავად შერჩება ის სიტყვა სახელი მაინც გამოაჩინონ საგულდაგოროდ რომ ალავენ ზოგიერთები მაგნაირ ადამიანს უყვარს მალვაში ყოფნა და კლავიატურის იმაში რა ქვია მაგნაირს ზუსტად მაგნაირს ჯერგეთი ცუც არავის არ დაუწერდა რატომ დავიმალო რა მოგდა რატომ უნდა დავიმალო ჯერ ესეთი თუ აკეთებ ეკაუნტს გავაკეთებ სახელით და გვარით და თუ შევდივარ ვიღაცასთან და თუ კარგი მინდა Facebook-ზე ხო ვინმე რომ შემოგივარდება ეგეთი გლახა და რაღაცებს რო წერს ან ნახატი სურათი დადებული ხატების სურათები გავსებული იმაში სულებს რო წერენ Facebook-ზეც კომენტარებში ან ხატების სურათები ან კიდე საერთოდ სურათი არ უდევს და იუზერია ზოგს აწერია გაუქმდა ნეტა რა გაუქმდა ზოგს ერთს ეწერა კიდე ისაო რა ქვია მკვდარი სულიო მკვდარი სულები არიან მაგრამ მკვდარი სულები არიან მართლა უღონდ ტვინში ვერ არიან და მკვდარი არ არის მაგრამ არის ტვინში რო და ჯანდაბას ეგ ხო ეგ სურათი რო არ უდევს ხო და იმალავს თავს მაგრამ იმაზე მეშლება უბრალოდ ნერვები რომ ხატების სურათები რო აქვს ხატების სურათები აქვს და კომენტარებში კიდე რასაზღარ სიტყვებს წერენ ლანძღავენ ხალხს და ბოლოში კიდე ღმერთო მაპატიე ადამიანო თუ წერ ხო ღმერთს ნუ გაახსენებ როცა მსგავს საზღვრობას წერ ღმერთს ნუ ახსენებ საერთოდ ხატების სურათებიც აიღე ეს Facebook-ში კიდე რაუბედურებაა ეს ხატების სურათების ის არა ქვია გამოჭენება რაუბედურება არის ეგ არის ზუსტად ამათი ფანატიკოსობა ამათი ფანატიკოსი დედები მართლა აღარ დავაბოლო ხალხს არა უბრალოდ იცი რა არის თუ გწამს ხო არ იმასქნა დაანე ესე იგი თუ მწამს და თუ არ ქრისტიანი ან ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი ხო რა მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა არ აქვს რომელი
რელიგიასაც მიეკუთვნები. მნიშვნელობა რა აქვს? ესე იგი, უნდა აფიშირება გაუკეთო, რომ შენ წამს. საქციელი თუ უნდა გწამდეს გიორგი. ხალხნუ, სიკეთი თუ ნუ გამასუნელ ეს ამ ხალხმა. უნდა დაუბრუნო იმ იესოს და ჩვენ ღმერთს რომ სიკეთეს რო გააკეთებ და ადამიანს რო ადამიანურად შეხედა. მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი. გენიალური სიტყვა ზოგადად გენიალური ისინი აქვს რა ქვია მაგას. ამონარიდები დაწერილი. ხო და მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი. მე ქრისტე მიყვარსო. თქვენი ქრისტე მიყვარსო, ქრისტიანებზე იძახის. მე ქრისტე მიყვარსო, მაგრამ ქრისტიანები არ მიყვარსო. იმიტომ არ მიყვარსო, რომ ქრისტიანები ქრისტეს არ გვანანო. მას რა არ გვანა, ზოგი არ გავს. უამრავი 99% არ გავს. იმიტომ რომ დღესდღეობით ღმერთს არიან ამოფარებულები და 24/7 პირებზე აკერიათ ღმერთო და რემს ჩადიან და რემს აკეთებენ. ნუ მაგაზე წამოვიდა ლაპარაკი რომ ეს ხატის სურათი ეყენა აქ. იმის აი რა ქვია იესო ქრისტესი. ნელი ლაპარაკი არ იცი საიმა. ნელი ლაპარაკობს? ხო. რამ ხარს გაგანებს შეკ. მე რა ვიცი. და უბრალოდ ის არის რა ქვია. არ შეიძლება. ხო და უფარს არ უნდა იყო ამოფარებული. ამ ღმერთს არიან ამოფარებული. წმინდად. ტაძარი იმეები გამოჭენება კი არ უნდა იცოდეს, უნდა და ეს Facebook-ზე კიდე ეს გამოჭენება რა უბედურება ხატების სურათების. გულით უნდა გწამდეს. და რწმენით უნდა გწამდეს და უნდა შეასრულო იმის ისა. განა ის კი არა რომ უბრალოდ რაღაცა ის არის. ცუდი არავის არ უნდა. ღმერთის სახელით ერთ წეწერა ახლა ხუზროთი ის რო იყენა. იესო ქრისტეს სურათი. მე რა ღმერთის სახელით იესო ქრისტეს სახელით ეგრე აწერია. და ესე იგი იესო ქრისტემ გამოგზავნა რომ ეგეთი რაღაცა დაგეწერა, ხო? ბრავო ყოჩა. კი. კეთყოდა. ალბათ. დარწმუნებული ვარ რომ შენ ჯერ ესეთი ღმერთი არც დაგელაპარაკებას ემარ რო გითხრა. არც გეტყოდა რამეს. მსგავს რაღაცას მაინც. სუც არ უსურვებს ღმერთი ადამიანს. რწმენას. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი როგორი იქნება. ღმერთს ყველა უყვარს აბსოლუტურად. როგორი იქნება. ცუდი არ უნდა იყო გიორგი. უფალს უნდა გწამდეს. უნდა იყო უფალ. საერთოდ ნურს გწამდეს, ხო? ნუ დაუწეს თქვას ცუდს. დაეტიე შენ ადგილას. კი. სადაც ახარ. და შენ ტყავში დაეტიე. ნუ დაუწეს ცუდს. და ნუ რა ვისუსურებ ცუდს თორე. გინდა სულ საერთოდ რომ არც გწამდეს. ხო, რა ვიცი. გინდა სულ ათეისტი იყავი ადარდი. შენ თავს მიხედე და შენ იმას მიხედე რა ქვია. შენ ტყავში დაეტიე. ამდენი წელი საქართველოში ცხოვრობ ცუდი არაფერი გამიგიო. ჩვენზე. აი მანაი. ვინც დაწერა ღმერთის სახელით. ცუდი არ გამიგიო. ცუდი არაფერი გამიგიო, ცუდი არ ხდებაო და რაღაც თქვენნაირები იგებენ ცუდად. ცუდი არაფერი ხდებაო. რა არ ხდება კი არ ხდება კაცო არა. ყველელობები რო. სხვა ჩვენ გვესმის სირაქლემას პოზიცია არა გვაქვს, მაგრამ ამათ აქვთ. ამნაირებს აი ზუსტად ამათ აქვთ. ცუდი არ უნდა თქვა, მაინც დაანებე თავი. გინდა სირაქლემას პოზაში იყვნენ და თუ გინდა სირაქლემის იქით იყვნენ. დავანებოთ მაგას თავი. მე არ მაინტერესებს მაგათი წერა. რამდენი შემოიმდენი დაიბლოკება.
სიტყვა არ უნდა დაუბრუნო, რომ ხისთავიანები არიან. ხეს რეგვენი. ხეს ხმა აქვს. რაღაცას მაინც გამოცემს და რაღაცაში გამოიყენება და მაგათ თვითონები არ ასწავლებს. ხეს მოჭრი და შეშად გამოიყენებ. ეს ხდანთებ მაინც და გათბები. აი ამაში აი მატრასში გამოიყენებ ამ უგუმართებს, რეგვენებს. თავიანთი. ეს არც ცოლად გამოდგება. ქალი თუ არის, არც ქმრად გამოდგება, არც დედად, არც მამად და ბებიად და ბაბუად ხო საერთოდ. აი ფეჟი არ გამოდგება. ყვილა დედამიწას ამძიმებენ. ხუთი არა შეიძლება 10 არა 20 რო შემოვიდეს უნდა გაუძლო. ჯერ ეგეთი არ მეზარება მე მაგალითად ეგენი. არ მეზარება. ყველა წავა მოუსავლეთში, არ მაინტერესებს. ბევრი მეყოლება თუ ცოტა მეყოლება, წავა მოუსავლეთში. საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი არაფერი. და მე გააკეთებენ სხვა იმებს. ეკაუნტი რატომ დაბლოკერა გითხარი ისეთიო. გააკეთეთ კი ბატონო. დაიბლოკებით. აი. იყავით მოუსავლეთში ჯოჯოხეთში. და მწვარხართ აი და არის. კარგად. ხალხო. ჩვენ ცოტა ყავდეს. ნორმალური ადეკვატური ხარ. ო, ადეკვატური ხალხი. არა თუ ნაგავი და ისა. ნაგავს სახლიდან ვიშორეთ ჩვენ. ნაგავს გვით ხალხო. და კიდე ნაგვის უნაში ვყრით. ხო და ურნაც არ უშველით მაგათ. აი ძველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და რაღაცები რო არ გჭირდება, ხო? ხო უშვებთ და იმას აშვებით. ან წვავთ, ან ურნაში ვაკეთებთ. არც ერთი გვინდა, არც მეორე გვინდა, ჩვენ გვინდა ნორმალური ადამიანები, როგორც ჩვენ ვართ. ადეკვატურები და თუ სიტყვას ვერ იგებთ. ხო, რასაც ვლაპარაკობთ. დამაცადი გიორგი ერთი წუთია ჩვენ თუ სიტყვას ვერ იგებთ, ხო? თქვენ გზაზე გაგიმარჯვოთ. და ჩვენ გზაზე, იმიტომ რომ ხდება, კარგი არასოდეს არ ხდება. დღეს იმ საცოდავ ბავშვს 18 წელი შეუსრულდა. რა მიწაში შეუსრულდა 18 წელი. არ ხდება ცუდი? ცუდი არ არის? საცოდავი იმის დედა რო ძაძები ჩაიცვა და დასტირის იმ მიწას უდანაშაულო შვილის სიკვდილი. ღმერთო არავის არ გამოაცვდებია შვილის სიკვდილი, მაგრამ მაგნაირი მსგავსო ადამიანს უნდა გამოცადოს. ღმერთო მაპატია. ერთ რამეს ვიტყვი აი მას, ვინც იქ დაწერა. სუდათ არ შენთან რომ მოვა ეს ყველაფერი და შენთან რომ მოხდება და შენსაც რო დაემართება, მე იძახებ რომ არ ხდება. მერეც ალბათ იმას იტყვი რომ არ ხდება. მსგავსი რაღაცა. ყველგან ხდება ესეთი. სადაც ესეთები ხდება, იქ არავინ არ არის ბედნიერი, სიმართლე რომ გითხრა. გადახედე შეუბედურო ინტერნეტს, გადახედე. ათ პატრონის რო არ აკავთ. დღეს დილით როგორც გავხსენი ისა რა ქვია, Facebook-ი იმის დედის დანაწერი იყო. აბა როგორია? ცოდო არ არის? უდანაშაულო ერთადერთი შვილი ჩაუდა რის გამო, სიცილის გამო? გინდაც მაგან, გინდაც იმ არა დააშავა იმ საცოდავმა დედამ 12 წელი რო შვილს ეძებდა და კაცი შვილი არ იმასაშვილო ყურადღებას არ აქცევს. არ არის ცოცხალი ან მკვდარი ის მაინც გაიგოს. იმათ რაღა დააშავა. არც ერთი დედის დამნაშავე არ არის, არც ერთი მშობელი და არც ერთი ბავშვი. თუ დანაშაულს ჩადის ის ბავშვი, არის სასამართლო, არის ისა და იმას ხინდა. რაშია დამნაშავე ის ბავშვი, გაიცინა? უბრალოდ რომ გიორგი, აი თუ რაღაცა დამნაშავე. ხო? შენ ფსიქიკურად ვერ იყო აზრზე და ნორმალურ და ვიღაცა რა შუაშია. იმით ხარი ანგელოზივით ბავშვი ჩავიდა მიწაში, დღეს 18 წელი შეუსრულდა. როგორია? ღმერთო არავის დედას არ გამოაცვდებიოს ეგეთი სიმწარე. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? უფლის არ გეშინია და არ ხდება. ღმერთის სახელით რო გაწერია თან.
არ ხდება. შეუბედურო საერთოდ ღმერთის რა არის იცი? უბედურია თუ რაც არის, თავის თავს და შენ თავის უბედური ხარ მართლა. თავის თავს იმას ქნის, რა ქვია. უბრალოდ ცოდუა. და როგორ არ ხდება? ყოველი მეორე ნაბიჯზე რაღაცა ხდება. კი, ხდება. სასიამოვნოა. სხვა ქვეყნებშიც ხდება. არ უნდა ხდებოდეს, ხალხო, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ამ ეხლა ცივილიზაციურ ქვეყნებში. და სადაც ესეთი რაღაცები ხდება, ინტერნეტს მაინც ხალხო, ინტერნეტში თქვენ ხომ აიცით. გადახედეთ ხალხო, კრიმინალურ ქვეყნებს. სადაც ხდება ესენი. იქ არც ტურისტი ჩადის, არც თვითონ იქ მცხოვრები ადამიანები ბედნიერები არ არიან. და არც არავინ არ არის ბედნიერი. და ყველა შიშში ცხოვრობს. რასასიამოვნოა. გოგო ეხლა წვილი არის TikTok-ში. იღებს ვიდეოებს ხოლმე. ახალი დაქორწინებულები. იძახიან გამოვიდნენ დღეს ვიდეო შემხვდა წეღან. გამოვიდნენ, ჩაწერეს ვიდეო. შვილი არ გინდათ რომ ყავდეთ. რისთვის გვეყოლოს შვილიო? ამათ მე რო გავზარდოთ და ამათმა მოგვიკლანო? რისთვის გვეყოლოს შვილიო? მას თუ შვილს გააჩენ, უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან. იმიტომ რომ არც ბავშვია ბედნიერი და არც არავინ. არავინ არ არის ბედნიერი. სხვაგანაც ხდება. რა უჩემებიათ? რა გიჩემებიათ მართლა? სხვაგანაც ხდება. გავიგე რომ ხდება, მე კარგია. ესე იგი სხვაგან რო ხდება, გიორგი. საქართველოშიც უნდა მოხდეს ესე იგი რა. ხო, და უნდა დავხოცოთ ერთმანეთი. მოდი მეც მოვალ და დაგახლი ტყვიას. ეხლა მაგ სიტყვების გამო მოვალ, მოგძებნი ჩვეულებრივად. გიპოვი, მოვალ და დაგახლი ტყვიას, ხო? მაგას რა უნდა? ავიღებ იარაღს, გავისვრი და ეგ არის. სასიამოვნოა? აი მითხარ სასიამოვნოა. დაგახლი შულში ბიდავენ, მაგ სიტყვების გამო. რა შეიძლება? ხო, კაია. ეგ მოგეწონება? კარგია მერე? მაგრამ მე სიტყვი სხვაგანაც ხდებაო. რა მოსაწონია მკვლელობა, რა მოსაწონია, მე ვერ გამიგია. მარტო მკვლელობა კი არა, სხვაგანაც იკარგებიან ხალხიო, სხვაგანაც ის არის რა ქვია, სტიქიები ხდებაო. კი, ხდება, სტიქია ბუნებაა და ხდება ხო, ჯანდაბა სტიქია ხდება, გავიგე. ბუნებაა და ბუნებაში ხდება კატაკლიზმები, ეგ გავიგე, მაგას თავს ვანებებთ. ესე იგი, უგზოუკვლოდ რო ქრება ადამიანი, რო სახლიდან გავა და სახლში აღარ ბრუნდება და ესე იგი შვილს რო გაუშვებ და მკვდარს მოგიყვანენ ვიღაცა გიჟის გამო. ეგ ესე იგი სხვაგანაც ხდება, ხო? ოჩახში. არსად არ უნდა მოხდეს გიორგი, არც სხვაგან არც იქ. მანამ არა გიდგა შენ გვერდები რომ მაგითი მე რაღაცა იმას აქენი რა ქვია. ვითომ გამაბრაზე რაღაცა ქენი. უბრალოდ იმიტომ იმას გეუბნები რომ აზრზე მოდი ადამიანო. ქალი ხარ, კაცი ხარ თუ ვინა ხარ რა ვიცი. აზრზე მოდი. ადამიანის რო არა გქვია რა ვიცი მე. ადამიანის სახე გაქვს დაკარგული. კი, მესმის, ადეკვატური სიტყვა, ის არა, მკვლელობის ეს არა ადეკვატური იყო ნამდვილად. მკვლელობის ეგრე გამართლება და სხვაგანაც ხდება, რა გიჩემებიათ ხალხო. რა არის რომ გარობოდეს თუ რა ხდება. გებიცებით ჩიპები თუ არა აქვთ ჩადგმული? არა, მესმის გიორგი და მაცა და იცით. მესმის სხვაგან ხდება. სასიამოვნოა, იქაც სასიამოვნოა მკვლელობა ადამიანი. მე რა ვიცი, ხალხო, მკვლელობა სასიამოვნოა. ნებისმიერ ქვეყანაში დინდა იყოს რა მნიშვნელობა. არსად არ უნდა მოხდეს. არც მკვლელობა უნდა მოხდეს, არც სიცუდე უნდა მოხდეს, არც ის. უნდა იყოს სიკეთე და სიმშვიდე, რა ჯობია. მკვლელობა რანაირი კარგი მოსახდები სხვაგან. იმაშიო, ჰონდურასში ცხოვრობდიო 5 წელიო. 5 წლის განმავლობაშიო, ყოველდღე მკვლელობები ხდებოდა. მე კარგი არის ეგა. სადაც ცხოვრობ? ჰონდურასი. მე კარგი. სამხრეთ ამერიკა. კარი მგონი თუ არ ვწდები. ესპანურენოვანი ქვეყანა. მე კარგი არის ეგა? კრიმინალური ნალი რო არის ქვეყანაში? მოგწონს ალბათ. თვითონ ალბათ კრიმინალი თუ არის. დავანებოთ ორი ქაღალდი შევიძლე მაგათი ლაპარაკი აღარც ყოლელობამ და რაღაც. გეფიცები ხალხო.
უნდა შეყარო ესენი, ეს კატეგორია ზუსტად, აი ეს კატეგორია რო ყავს. უნდა შეყარო ერთ ადგილას და გადაწვა და გადაბუგო. მეტი არაფერი უნდა გავუკეთო ამათ. მე რა ვიცი მე. ადამიანო დაეტიე შენ ადგილას. დაგვანებე ჩვენ თავი. ესე იგი ჩემ არხზე ვერც ის მითქვია, ვერც ის მითქვია. არც დავიღალე. თორე წამოვიდა ტუფლის ციხლი. არა. მამაში გერი. მამაში გერი ბზრიალაში. დაიცა. ელემენტარული სიტყვაზე დამოვიწყდა გიორგი რაღაცა მიდოდოთ. ახლა მე დავაბრალი კიდე. არ დამოწდი ხოლმე რაღაცა სიმწუხე ჩამომფრინდები მაშინ ვარ. ესე იგი რელიგიაზე ჩაწერ. რატო წერ? იმაზე ჩაწერ, რატო წერ? პოლიტიკაზე ჩაწერ, რატო წერ? ხიარულად ახარ, რატო ხარ? ო, რატო ისინი ქვეყანაში ცუდი ხდება? ის ახლა რა ქვია? ცეკვავ, რატო ცეკვავ? ტირი, რატო ტირი? რავი, რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. ის არის, ეგ ხო და რო იცინებ, ხო? მაშინ მოხდება ყველაფერი ქვეყანაში, მაშინ ხდება და რო არ იცინებ, რო რაღაცას იტყვი, მაშინ არ ხდება. ხო, კი. ჩამოყალიბდით. ხდება თუ არ ხდება, ჩამოყალიბდით. მე რა დაბნელდა რა ნამეთნავად. არც თვარე გვაქვს. თვარე ამადი სადახარ. ეს რა მოდენა მთვარე ყოფილა. ქართულ კინოში ვარ. არ ვიცი. ჯერ მაღაზიებში სიძვირია შეიჭირმე 130 ლარის. 130 ლარი გადავიხადე დღეს რაში. არაფერი მომიტანია. არ ვიცი რა. არაფერი მომიტანია რა. რა უნდა კიდე ესენი რო ნერვებს მოგიშლია. ნერვებს რა? მანამ კიდე გადავდები. მაგრამ ნერვები არ შეშლება უბრალოდ. უბრალოდ ვამბობ. ახლა მე იცი უბრალოდ ვამბობ ხოლმე. აი კატეგორია, აი ჩვენ განა არ ვიცით რომ YouTube სივრცეში რო ვართ. არის კი ბატონო არის. კრიტიკაც არის, ისიც არის. ყველას ვერ მოვეწონებით, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება კვლელობის ეგრე ხელის გადასმა არ შეიძლება ყველგან ხდება. არ უნდა ხდებოდეს არც ეს ქვეყანაში, რატომ უნდა ხდებოდეს მითხარ და ამ ერთი ბეწვა ქვეყანაში, აი ამ ხელა ქვეყანაში რატომ უნდა ხდებოდეს? ჯერ რა გვაქვს? ჯერ რა ქვეყანა ეს არის? არაფერი პატაპუტით მიდის ხალხი. აღარ არის ახალგაზრდობა. აღარ მრავლდება ერი და კიდე შენ ამართლებ იმ კვლელობას, რომ რაღაცა სიცილის გამო ადამიანი მოკლეს. ძაღლი ხო არ არის, კაცო? ღორი ხო არ არის, ადამიანია, რატო არ გესმის? ღორი, ძაღლიც ისიც საცოდავია, ყველაფერი საცოდავია, მაგრამ ადამიანზია, ბავშვია, 18 წლის გახდა დღეს. დღეს როგორი ის უნდა ქონდეს? ზეიმით უნდა, ზარზეიმით უნდა აღენიშნა 18 წლის იუბილე. ხო. ჰა? და მიწაში აღნიშნავს, აბა? საქციელი ეგ და ყველგან ხდება. როგორი საძე, ბრაო, კარგია, ყველგან ხდება. ყველან ტაში დაუგარით ხალხო. ტაში შემოუცხოთ. ტაში კუკური. ბრაო, კაია, ყველგან ხდება და კარგია, ყველგან რო ხდება ეს ომი და ოლომტრია. დედა შენს და მამაში შენნაირი ჭკვიანი კიდე რამდენი ყავს, ჰა? ხო, ესო ჩხუბი, ეს ომი, ეს კვლელობა, ეს ისა ყველგან კარგია. კაია, მოდი დავხოცოთ ერთმანეთი და კაია. ის არის ხალხო, რომ კაი რო უფლისკენ შევტრიალდეთ, მოვიდეთ კონზე, ადამიანები არა ხართ. ვიღაცა მუსულმანებიც ხო გაგხვალა. გინდაც ვიყოთ რა მერე. რა ვიცი, ვიყო კაცო ყველამში. გინდაც ვიყოთ ხო მუსულმანები. სადაც გამაჩინა. ისინიც ადამიანები არიან. სადაც გამაჩინა, იქაური ვიქნები, ქრისტიანად გამაჩინა, ქრისტიანი ვიქნები. ის ვიქნები, ის ვიყოთ რა მშველობა გერს. და ჯერ ესეთი ჩვენ კიდე რაც გვინდა ის ვიქნებით. ჩვენ არ გვაწერია ემითი რა ქვია, როგორც პასპორტში არ გვიწერია რომ მაინც და მაინც ქრისტიანი უნდა იყოს და მუსლიმი უნდა იყოს და ის უნდა იყოს კიდე. მაინც და მაინც. არ გვაწერია. და დაბადების მოწმობაში არ გვიწერენ კიდე. შეუბედურო შენ ამართლა, რომ არაფერი გაგიგია. კაცო, ვართ მორწმუნეები, ვართ. როგორც დავიბადეთ, ისე ვიქნებით. რა ვქნა?
ქრისტიანი ვარ, მაგრამ ეგენი თქვენაი აი ზუსტად შენაი ფანატიკოსი არა ვარ ნამდვილად. არ მაქვს გამოჭენებული ისინი ყველგან, ყველა სოციალურ ქსელში ხატები. ეს რწმენა კი აღარ არის, ეგ არის ეგ რწმენა არ არის, ეგ ფარისევლობაა. ფანატიკოსობა. ფანატიკოსობაა უკვე. ეგ არაფერი. მე ხო, იცი რა არის? ღმერთი ხო, ღმერთი შეიძლება გწამდეს ხო, მაგრამ ეს ისინი რა ქვია, მღვდლები ხო? მღვდელიც ხო ჩვეულებრივი ადამიანია. როგორც შენ და ჩვენ ყველანი ხო? ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. გაკერპებული რატო ყავთ ხალხო? ზოგიერთს. ღმერთი ის ტოლამდე ყავთ აყვანილი. რა საქციელია რა 18 წავედი და ნამეტანი დიდი გამოგვივა დედა. ხალხო, წავედი ახლა მომავალიდან უნდა დაგემშვიდობებით. აბა ჰედაბაჰო, ძალიან დიდი ვიდეო გამომივა, ისიც 15 წუთია. აბა ჰე, კარგად. ეს უბრალოდ არ გაობრაზებული არ ამაზე, ამისთვის არ მithქვია. მე თქვი მოყვა იმას, თემას უბრალოდ. წავედი აბა. აბა ჰე, გაბრაზებული არა ვართ არანაირად. გვესმის რომ ჩვენი არსებობს კატეგორია რო YouTube-ში, არსებობს მსგავსი რამე, არა მარტო YouTube-ში. არსებობს, მაგრამ არ შეიძლება მკვლელობის დაფარვა, არ შეიძლება. მკვლელობა არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს ხალხო. უნდა იყოს სიკეთე და სიმშვიდე. და კიდე მოაგიჩებებიათ? ხდება სხვაგანაც ხდება. ხო, აი ეგ ყველაზე ეგ ყველაზე მეტად მეჯავრება. ნუ აგიჩებებიათ, ერთმა თქვა და ყველამ დაიმეურა. აბა ჰე, კარგი. ეხლა აღარ მინდა იმის სახელი დავასახელო, ვინაცა თქვა. აბა ჰე. და რობოტებით ნუ იმისავით. 18 ვიტყვი, 1 წუთი ბოდიში რო შეგაწყვეტინე, იმისავით რა ქვია. ბატებივით ნუ მიყვები თეთრს. გაიგე? ბატებივით. აბა ჰე, კარგი. კარგად. ნახვამდის. აბა ხალხო. Bye.